ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საერთოდ, როდესაც მე ვაკვირდები საქართველოს ისტორიას, იმ განათლებითაც მე გამაჩნია, ხვდები ერის წარმატების ფორმულას და მეფეების წარმატების ფორმულას მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში. კი, ბრძოლებზე არაა საუბარი, რა თქმა უნდა, მაგრამ არც ერთ ბრძოლას არ ქონია შედეგი, თუ კი მეფეებს მათი მმართველობის პერიოდში არ ჰქონდათ ქვეყანა გაწმენდილი მოღალატეებიდან. ეხლა დავით აღმაშენებელი, ხო? აი ესეთებს ახლა იქ რო დარბიან და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ. ან სარზე ჩამოახევდა უკანალით, როგორი დასჯის მეთოდიც ჰქონდა. ან კედელზე მიაჯაჭვავდა, კლდეზე მიაჯაჭვავდა და პირში ადუღებულ კალას ჩაასხამდა. ან სხვა რაღაცა კიდე ძალიან სასტიკი ჰქონდა და მე რაღაც დაკიდებდა ასე იმას გზაჯვარედინებზე, რომ ხალხს ენახა თუ მოღალატეებს როგორ ექცეოდა. სოლომონ პირველი, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მეფე საქართველოს ისტორიაში. ტყვეთა გაყიდვას, როდესაც აკრძალა, ბევრჯერ მithქვია, კიდე გავიმეორებ, ვინც არ დაემორჩილებოდა და უამრავი არ ემორჩილებოდა მისი ბიძების თამადობით და იქ ბიძაშვილები და იქ ბევრი ყანდურიც იყო, რომელმაც ხატზე გადაცა და დაწყევლა და ასე შემდეგ. ასეთ რაღაცას აკეთებდა. დათხრიდა თვალებს, არის ქუთაისში, ოქროს ჩარდაღში ჩახვალთ, იქ არის დიდი უზარმაზარი ხე არის ჭადრის, იმას ქვია საჯალათო ხე. მიაბამდა იმაზე და დათხრიდა თვალებს და თვალებ დათხრეს გაუშვებდა. წადი ახლა იარე და სხვამაც გნახოსო, რომ მოღალატეს და გამყიდვას რა იმართებაო. და მხოლოდ აი ესეთი მეთოდებით სამშობლოს მოღალატეების დასჯით შედგა სახელმწიფო. არ უყვარდათ ამას. არ უყვარდათ ართ აღმაშენებელი არ უყვარდათ. სოლომონ პირველი საერთოდ არ უყვარდათ. იმიტომ რომ ბიძები იყვნენ მოღალატეები. მოკლა ესა ერთიც, მეორეც იქ ზოგი ხრესილის ბრძოლაში, ზოგი ცალკე ჩააძაღლა, დედა აუჯანყდა, ბიძაშვილებზე არა აქვს საუბარი, აქ შვილიც კი აუჯანყდა. გაყიდულმა ყანდურებმა და დაწყევლეს ხაზზე 1000 არ უყვარდათ არც სოლომონ პირველი. რატო არ